მომსახურეობის სტანდარტები. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მოგესალმებით. ხო, ძალიან საინტერესო თემაა. ცალკე კომუნიკაცია აღებული არის საინტერესო. მე კიდევ უფრო საინტერესო არის, როცა კულტურათა შორის სხვაობებში გავდივართ და ეს ყველაფერი შეკრებილი და გადატანილი უკვე მომსახურების სფეროში რაღაც კომპლექსურს ვიღებთ, ხო? დიახ. ჩემი მიმართულება, რადგანაც კომპანიებთან მუშაობა არის, გადავწყვეტე, რომ ეს სფერო გამეშალა ასე. დავიწყოთ საერთოდ რა არის კომუნიკაცია, ხო? კომუნიკაცია არის, როცა მე და თქვენ ვსაუბრობთ, რაც შეიძლება მარტივად მივაწოდოთ ერთმანეთს სათქმელი, ისე რომ მე და თქვენ ამაში არ ვიჭიდაოთ, ასე რომ ვთქვათ. არ დავხარჯოთ დრო იმაზე, მე არ დავიძაბო ეხლა ამან რომ თქვა, ეს მე როგორ გავიგო, აღვიქვა. რა თქმა უნდა, საუბრის პროცესში ამას ჩვენ ამდენს ვერ ვფიქრობთ და არ ვფიქრობთ. ეს რომ იყოს რაღაც ტექსტი, რომელიც თქვენ მე უნდა გამატანოთ სახლში, დავჯდე, ან მათემატიკური ამოცანა ამოხსნა, მე შეიძლება წავიდე სახლში, ვიმეცადინო, ვუყურო, წავიკითხო, რისერჩი გავაკეთო, ამოხსნა გავაკეთო, მაგრამ როცა დროსთან უკვე საქმე მიდგება, ჩვენ აქვე ამჟამად ამ წუთას ისე უნდა ვისაუბროთ და ერთმანეთს უნდა მივაწოდოთ ეს სათქმელი პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უნდა იყოს მარტივად აღსაქმელი. ეს მოკლედ რომ შევაჯამოთ. ახლა რა ხდება კულტურათა შორისი სხვაობის დროს? იყო ერთი ასეთი ანთროპოლოგი, რომელმაც თავის წიგნში კულტურის მიღმა დაყო კატეგორიებად მაღალი და დაბალი კონტექსტის კულტურა. რას ნიშნავს ახლა ეს? მაღალი კონტექსტის კულტურა ნიშნავს იმას, რომ ნაკლები არის პირდაპირ საუბარი კომუნიკაციის დროს და მეტი ყურადღება ეთმობა კონტექსტს. ანუ მეც და თქვენს შორის მე ჩემი დამოკიდებულებებით და თქვენი დამოკიდებულებებით უნდა ვიგრძნოთ ეს სათქმელი. ეს შეიძლება იყოს შეგრძნებები, ეს შეიძლება იყოს დამოკიდებულებები, მე უნდა გამოვიცნო. დიახ. დაბალი კონტექსტის კულტურა ისეთ ქვეყნებში არის, მაგალითად როგორიც არის ამერიკა, გერმანია, შვეიცარია. ამ დროს სათქმელი არის უფრო მკაფიო და კონტექსტს ექცევა ნაკლები ყურადღება. ეხება საქმე სხვადასხვა კულტურის ქვეყნებს შორის კომუნიკაციას, ან მოლაპარაკების პროცესში, ან როცა დამსვენებელი ჩამოდის, ეს ყველაფერი გადატანილი არის უკვე სერვისის სფეროში, აქ ძალიან რთულია, ხო? შენ ხომ ვერ ეტყვი ადამიანს, იცი რა, მოდი ახლა მე გამოვიცნო შენ მაღალი კონტექსტის კულტურიდან ხარ, დაბალი კონტექსტის კულტურიდან ხარ თუ საიდან ხარ, დავსხდეთ მე და ამაზე ვიმშილოთ, ამის არც დრო არის, არც ამის სიტუაცია არის, ეს ხო უნდა გავაკეთოთ ისე, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ბარიერები და გავხადოთ კომუნიკაცია ცხადი. ახლა რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას და გამოწვევებს ამ მიმართულებით და საერთოდ სერვისის სფეროში მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საერთაშორისო სტანდარტები არსებობს, მაინც დიდი ყურადღება ექცევა თვითონ შენ ამას როგორ აწოდებ, აღარ არის უკვე ის დრო, როცა ერთი პერიოდი იყო ბუმი იმაზე, როგორ უნდა დაგვეზეპირებინა ეს სერვის პლუს სტანდარტები, რომ აუცილებლად უნდა გაგვეღიმა, რა თქმა უნდა, ღიმილი კარგია, მაგრამ ეს იყო რაღაც დაზეპირებული ღიმილი, მე უკვე თავიდან ეს ძალიან კარგი იყო, ყველას მოსწონდა, მე მოვიდა დრო, რომ უკვე აღარ მოგწონდა, ხო და გვაღიზიანებდა სადღაც, როცა შევდიოდით მომსახურების სფეროში, ყველა გვიღიმოდა რაღაც დაშტამბულ ღიმილს ვეძახდით, ნუ აღარ მოგწონდა, ყველა ერთ და იგივე ფრაზას გვეუბნებოდა და არც ეს აღარ მოგწონდა, თან გვინდოდა კარგი მომსახურება, ახლა აქ რა ხდება? აქ ხდება დამოკიდებულებების, ღირებულებების შეთავსება ფორმებთან. ეს სტანდარტი და ზოგადი ჩარჩო, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა აუცილებელია ასევე შენი დამოკიდებულება და განწყობა ჩადო ამ ფორმაში. ანუ ფორმაში შეიტანო ისე შინაარსი, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ძალიან მარტივი. მე საუბრის პროცესში ეს ამდენი ვერ უნდა ვიგრძნო, არ უნდა ვიგრძნო და არც არის ამის საჭიროება. მარტივი და ორგანული, რადგან რაც არის დაზეპირებული, დაზუთხული და ის რომ ეს სავალდებულოა გავაკეთოთ, თუ არ არის ეს გააზრებული და ორგანულად მიღებული, იქნება ის შედეგი, რაც ახლა ახსენეთ თქვენ პირადად. კი ბატონო. რა დონეზე ვართ ჩვენ თუ ვთავაზობთ როგორ თქვა, სრულყოფილ პროდუქტს უცხოელ ჩამოსულ არატრადიციულ ტურისტს, ესე რომ ვთქვათ. ხო, აი ტურიზმის შემთხვევაში და მომსახურების სფეროში, ამიტომ აღვნიშნე, რომ კიდევ უფრო სხვაგვარად არის საქმე. რადგანაც ჩვენ იმის ფუფუნება ახლა არ გვაქვს, რომ თითოეულმა, არ ვიცი, კონსულტანტი იქნება, ადმინისტრატორი იქნება, დაჯდეს და მეცნიერულ დონეზე შეისწავლოს ხალხები, კულტურები და მე ვუთხრას, რომ აბა ძმა უმკითხე ახლა რომ მითხარი რომელი ხარ და ამის მიხედვით ვისაუბროთ. ამიტომ უნდა იცოდეს რაღაც ზოგადი, ხო? ეს ზოგადი ჩარჩო უნდა იცოდეს, თუმცა
უნდა მოხდეს ამ ზოგადი ჩარჩოს შევსება საერთაშორისო სტანდარტით, რაც არის, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ სტანდარტი უნდა იყოს აუცილებლად და იმას იქეთ ჩვენ არ უნდა ვარსებობდეს, სამი მხარე მონაწილეობს. ანუ კულტურა, რაღაც საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და ყველა მიცის უკვე და ამაზე აღარ არის. ინტერნეტშიც კი რომ დაგუგლოთ უკვე იპოვეთ და ეს სტანდარტები ვიცით, თუმცა არა საკმარისია და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ რას ვთავაზობთ? ნახეთ, სამი რაღაც იკვრება. კულტურა, იმ ქვეყნის, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არის, ის საერთო სტანდარტი, რომელიც ყველასთვის ერთნაირია და აუცილებელი და ამიტომ ჩემ. ეხლა ნახეთ, ტურისტი როცა მოდის უკვე შენთან, მას რა სჭირდება? გარდა ადგილმდებარეობისა, პერსონიფიცირება რომ გავაკეთოთ თითოეული ქვეყნის, ეს არის მოლოდინი. ქართველის ხსენებაზე პირველი რა ასოციაცია უჩნდებათ ხოლმე? ქართველი პირველ რიგში არის სტუმართმოყვარე. ანუ ჩვენს სტუმრებს ვეუბნებით, რომ შენ ჩემთან როცა ჩამოხვალ, გარდა იმისა, რომ რაღაცას თას გაჩვენებ, ბარს გაჩვენებ, კარგ ადგილას წაგიყვან, დაგასვენებ და სასტუმრო იქნება 5 ვარსკვლავიანი თუ მთაში წაგიყვან და რაღაც ოჯახური გარემო იქნება. ყველაფერი ეს არის სიყვარულით მიღებული და მე თქვენ გთავაზობთ სტუმართმოყვარეობას, ხო? ამ მოლოდინით მოდის შენთან შესაბამისად ვამართლებთ კიდევაც ამ მოლოდინებს, ხო? ვამართლებთ კი. ვამართლებთ მეტნაკლებად. და გამოდის, რომ ამ სტუმარს ვინც ხდება, იგივე ალბათ მიმტანი, სასტუმროს მეპატრონე, აეროპორტში ვთქვათ კონსულტანტი, ეს ყველა ადამიანი არის საქართველოს სახე. დიახ. ამათი გადამზადება ალბათ მაინც ინდივიდუალურად ხდება, ხო? ალბათ და თავარი ამბავი ამ ყველაფერში არის ის, რომ ალბათ ყველამ უნდა გავითავისოთ ის მთავარი სლოგანი, რაც ჩვენს გენეტიკაში და ბუნებაში ზის, არის ჩვენი სტუმართმოყვარეობა. კი, და არა მხოლოდ სტუმართმოყვარეობა, სტუმართმოყვარეობაში ჩაშლილი არის შენი სხეულის ენა, ყველა ერთნაირად შეიძლება სტუმარი მე სხვაგვარად მივიღოს, სხვაგვარად. ძალიან პატარა დეტალებზე ექცევა ყურადღება, მიმიკას, სხეულის ენას, ვერბალურ თუ არა ვერბალურ კი ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და მე რომ მოლოდინი მაქვს რომ ფულს ვიხდი პირობითად რაღაცაში $100 თუ კი აქ $100 ვიხდი რომ აი აქ დავჯდე აქედან რაღაც $20 არის ამ ადგილის ღირა იქ ემატება მომსახურებას უკვე ის $100-მდე ავსებს ხო ამაში შედის ზუსტად დამოკიდებულება ღიმილი სერვის პლუსი და ამაში ვიხდი მე ამდენ თანხას და გამოდის რომ შენ რომ მე ამ ყველაფერს მაკლებ ჩვეულებრივად წონაში რომ ვიღაცამ რაღაც მოგატყოს, იგივე დამოკიდებულებით მივდივარ აქედან. არიან თუ არა კმაყოფილები, ტურისტები და რაში გვაქვს პატარ-პატარა პრობლემები, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. არა მხოლოდ ტურისტი, თვითონ ჩვენს ქვეყანაშიც ეს დამოკიდებულება დასახვეწი არის, ამაში ორი აზრი არ არის. ზუსტად დამოკიდებულებებში გვაქვს უფრო მეტად გამოწვევა ვიდრე ცოდნაში. მე მაინც მგონია რომ ის იმდენად მარტივია ეს რაღაცეები ისწავლო. იქ არ ჭირდება დიდი ხანი. როცა შევდივარ უკვე კომპანიაში, ამას არ ჭირდება დიდი ხანი დაამახსოვრებინო ადამიანები დამოკიდებულებებში დგას უკმაყოფილო სტაფი და ტალანტი თუ კი გამოწვევებში ასევე დგას ის რომ თუ კი მე გაბრაზებული ვარ ვიღაც სხვაზე გადატანას ვაკეთებთ მე ჩვენ ამას სტუმართან რაც დაუშვებელია არ არის მხოლოდ ეს ფრონტის წინა ხაზის გამოწვევა ამაში უნდა იყოს ჩართული სახელმწიფოც ამაში უნდა იყოს ჩართული ტურიზმის დეპარტამენტიც ამაში უნდა იყოს ჩართული თვითონ იმ კომპანიის თუ სასტუმროების წარმომადგენლები და ეს კერძო სექტორი. ყველა ერთად უნდა იყოს ბიზნეს ტრენერი ბრძანდებით ქალბატონო ხათუნა და ალბათ ყველა ბიზნეს ოპერატორის თუ კომპანიის ფლობელის თუ რესტორნის ფლობელის თუ სასტუმროს მეპატრონის მთავარი მიზანია გარემო შექმნას ისეთი რომ მისგან კლიენტი უკმაყოფილო არ წავიდეს ეს კარგიც იქნება მაჩვენებელი ხო? და არის კარგი მაჩვენებელიც და არის კომპანიები სადაც საერთოდ არ ჩატარებულა ეს ტრენინგები, თუმცა იქ შესაძლოა რაღაც სტანდარტები არ იყოს თლად ისეთი დახვეწილი, თუმცა განწყობა, დამოკიდებულება, როცა შედიხარ კომპანიაში, იმდენად მზად ხდება ეს ყველაფერი, რომ ძალიან ცოტა გიწევს მე იქ ტრენინგს. იმიტომ რომ ვიღაც ეთყობა მუშაობს განსაკუთრებულად და ამკვიდრებს სტანდარტს და კულტურას. ეს დამოკიდებული არის უკვე დამფუძნებლებზე, დირექტორზე, ზედარგოლზე და დამოკიდებულია კორპორატიულ კულტურაზე. ამიტომ ვამბობ ხშირად რომ მხოლოდ ფორმით ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და ვერც მხოლოდ დამოკიდებულებით.
აუცილებელია კორპორატიულ კულტურაში, ქვეყნის კულტურაში მზაობა იყოს მაღალი, ამას დაემატოს უკვე მე განათლება, ტრენინგები, გადამზადება, რაც შეიძლება მეტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამისი შენარჩუნება. უცებ ადამიანმა შეიძლება რაღაც დაისწავლოს, თუმცა ეს ჩვევაში გადავიდეს, ამას სპეციალური დრო სჭირდება ამისთვის, twins მასტიმულირებელი სჭირდება გარედან მიეწოდოს, მე შესანარჩუნებლად კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს და ასე ნელ-ნელა ვიზრდებით. ჩვენ ვყალიბდები და ასე არის. ეს ყველაფერი დაკავშირებულია კორპორატიულ კულტურასთან. რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში არის. უბრალოდ მიხვიდე და ასწავლო, მაშინ არც უნდა მიიყვანო ტრენერი. ჯობია რომ მისცე დოკუმენტი და დაიზეპიროს. ამაში აღარ გადაყარო ფული და თუ კი შენ გინდა ეს იყოს ორგანული და მორგებული იყოს შენს კულტურაზეც და სხვაზეც რა მოლოდინიც აქვს შენთან, მაშინ რა თქმა უნდა იყოს ღირებულება. ძალიან დიდი მადლობა.